გავიგე ამბავი, მაგარი ძალიან, მეტავი ჭორია, თუ მართალია. ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკაში გაემგზავრა, გავიგეთ რომ ძალიან აქტიურად მოღვაწეობს ბროდვეიზე. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა რომ ნინი შერმადინმა მიიღო მონაწილეობა, კასტინგები გაიარა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში გადაწყდა ის რომ აეყვანათ ის ბროდვეიზე. ხო და იცი რა, რამდენად მართალია, იმიტომ რომ ეს ესეთი სახუმარო ჭორი არ არის, ნამდვილად ძალიან სერიოზული ამბავია. ძალიან დიდი ამბავი არის, ჩემი აზრით საქართველოს ქართველი შემსრულებელი მოხვდა ბროდვეიზე და ძალიან მომღერალს ახლა შეუძლია რომ თავი ჩაღუნოს რაღაც მომენტში. რაღაც მომენტში შეუძლიათ. მოდი დავურეკოთ ნინი შერმადინის დედას. იმიტომ რომ თავად ნინის ვერ დაუკავშირდებით, ის ამერიკაშია. გამარჯობათ. გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე გაწუხებთ, ნინი შერმადინის დედას ვესაუბრებით, ხო? დიახ. გამარჯობათ, პირველ რიგში უკაცრავად ასე რომ გაწუხებთ. ჩვენ გავიგეთ ესეთი კარგი ამბავი, რომ ნინი ბროდვეიზე იწყებს მოღვაწეობას, მართალია? დიახ, მართალია. სად როგორ რანაირად რომ მოგვიყვეთ? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ნინი სოციალურ რაიას რეკომენდაციით იქ ერთ-ერთ პროდიუსერს მოელაპარაკა ჩვენა ნინის ლინკები მოასმენინა ნინის სიმღერები და დაინტერესდნენ და სოსომ დაურეკა რომ ჩამოხვიდეო რომ აქ კონკურსი ტარდებაო და მიიღო მონაწილეობაო. ნინი გაემგზავრა ამერიკაში, მიიღო ის კონკურსში მონაწილეობა და გაიმარჯვა იმ კონკურსში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 113 მონაწილე იყო. 113 ადამიანი მიიღო. 113 ადამიანიდან 13 დატოვეს. ამ 13-ში მოხდა ნინი. გაიარა მასტერკლასები, ქონდა ტრეინინგები თქვენახევარი და ჩატარდა აგენტის ღამე, სადაც რამოდენიმე მომღერალი უნდა შეერჩიათ ცნობილ პროდიუსერებს სხვადასხვა მიუზიკლებისთვის. და ნინი დაამტკიცეს როლზე. და რა როლზე დაამტკიცეს? ედით პიაფის როლი არის მიუზიკლი, ედით პიაფი მე მგონი ზუსტად არ ვიცი. და როდიდან იქნება უკვე დადგმული ეს მიუზიკლი? ეს მანამდე ალბათ ნინი ჩამოვა საქართველოში და უფრო ზუსტად დაგელაპარაკებათ ამის შესახებ თვითონვე შემოგეხმიანებათ და კი მესაუბრებიან ისა და თქვენი შეგრძნება, აი დედის შეგრძნება როგორი არის, როდესაც იგებს შვილი, რომელიც წავიდა ამ ესეთ შორს ამერიკაში და იგებს имას რომ ბროდვეიზე აიყვანოს. ნუ ბროდვეი არის ძალიან დიდი რამ, სადაც მოხვდა ძალიან რთულია. გუშინ ვესაუბრებოდი გიორგი ხო თქვენი სახელია? გიორგი. ბატონო გიორგი, გუშინ ვესაუბრებოდი ნინის სკაიპში, ამ დროს დაურეკა ბროდვეის კონკურსების გენერალურმა დირექტორმა ბობ კლაინმა. და მე ნინის რეაქციით მივხვდი რომ აი ძალიან კარგი რაღაცები უთხრა, იმიტომ რომ კიო და ბობს გასაცებული და რა გითხრა და მითხრაო რომ არა მარტო ეს პროექტიო, ჩვენო ძალიან ბევრი საუკეთესო პროექტი უნდა გავაკეთოთ ჩვენთანო. ვაიმე რა მაგარია, გილოცავთ ესე შვილის ესე დიწარმატებას და რა ვიცი სულ წინ წავიდეს ეს ადამიანი და რა ვიცი ყოველივე კარგს გისურვებთ, უღმესი მადლობა რომ ჩაგვერთვეთ და ნინი რო ჩამოვა უკვე ნინისაც პირადად გავესაუბრებით ამ თემაზე. გაიხარეთ, ძალიან მიყვარხათ, ნუ კი მოგვიანებით მინდა გითხრა რომ გადავნებდით ხალხს აღტაცებული ვარ შენი, ძალიან მიყვარხარ. გიორგი ძალიან ბევრ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში, ძალიან მიყვარხარ, ძალიან ლამაზები და ძალიან კარგები ხართ და ღმერთი ვიცი რომ თქვენს დაგაჯილდოვებთ ძალიან დიდი წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ შვილის ესე დიდ წარმატებას. მადლობთ. ხელ აფხაზეთის ხმას უყვარს ნინი და გადაეცით ჩვენგან მოკითხვა აუცილებლად. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მადლობა. გემშვიდობებით დროებით. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. გავიგე ამბავი, მაგარი ძალიან, მეტავი ჭორია, თუ მართალია.